გამარჯობა. ძალიან ბევრჯერ ალბათ გულშემატკივარს გასჩენია ესეთი მოსაზრება, რომ ეს კომენტატორი იმას კომაგობს, ამას კომაგობს, ის უყვარს, იმას ჩაგრავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და დღეს გადავწყვიტე, რომ გულწრფელად გითხრათ სინამდვილეში ვის ვკომაგობ და ვინ არიან ჩემი საყვარელი მებრძოლები, რომელიც თქვენ არ იცით. ბუნებრივია არ გულისხმობ ქართულ მებრძოლებს და არ გულისხმობ აი ძალიან ტოპ მებრძოლებს, ამის ყველას რომ მოგწონს რა, მოკლედ. ეგეთებზე დღეს არ ვაპირებ ლაპარაკს. ხო, პირველი რაზეც მინდა რომ რაზეც დავიწყებ რა საუბარს, იცით გავხსნი, არის რომ დამიჯერეთ, რომ კომენტატორების უმრავლესობა 99% შემთხვევებში არავის არ კომაგობს. აი, ძალიან ცოტა არის ისეთი, ვისაც სულ ყოველთვის თავის რეპორტაჟში ყავს ფავორიტი. ყოველ შემთხვევაში MMA-ში ნამდვილად ასეა და მხოლოდ იმიტომ გეჩვენებათ თქვენ რომ კომენტატორი იმნეს კომაგობს, რომ როცა რაღაცა ხდება, ცუდზე უნდა ვთქვა რომ ცუდია და კარგზე უნდა ვთქვა რომ კარგია და ისე ხდება ხოლმე რომ კარგს თუ ცოტა მეტს ვიტყვი, გონიათ რომ კომაგობ, ეს ასე არ არის. სანამ მებრძოლებს ჩამოგითვლით, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და დაელოდოთ უკვე მომავალშიც შემდეგ ვიდეოებს. პირველი სანამ ასე იგი გადავალ უშუალოდ აქტიურ მებრძოლებზე, ვინც მიყვარს და თქვენ არიცით, ჩამოვთვლი იმ მებრძოლებს, ჩამოვთვლი რა, გეტყვით ორ სახელს, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარდა და ამ მომენტისთვის ერთი აღარ იბძვის და მეორე სამწუხაროდ გარდაცვლილია. ალექს გუსტავსონი იყო ჩემი, ასე ვთქვათ, პირველი სიყვარული MMA-ში. ნუ ჩელსონენი არ ითვლება. ჩელსონენზე იცით და ამიტომ ჩელსონენზე და კონორ მაკგრეგორზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მეტნაკლებად იცით, რომ ჩელით დავიწყე UFC-ს და ზოგადად MMA-ის ყურება აქტიურად და მერე კონორმა საერთოდ ეს ყველაფერი ამოაყირავა, იმიტომ რომ მაშინ 2013-14 წელს ვინც უყურებდა MMA-ს და არ მოსწონდა კონორი, პრობლემა იყო რა. შეუძლებელი არის მაგ პერიოდში გეყურებინა და კონორი არ მოგწონებოდა. ეგორი არ ითვლება. და თუ ამ ორს გამოვაკლებთ, რჩება ალექს გუსტავსონი, რომელიც იყო ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ტიპი ქვემძიმე წონაში, რომელიც მაშინ იყო ქვემძიმე წონა ელიტარული, ეგეთი მაგარი ქვემძიმე წონა არასდროს არ ყოფილა და გუსტავსონზე სულ იყო საუბარი, რომ ქონდა რეალურად საჩემპიონო ამბიციები და მართლა აკეთებდა ყველაფერს ისე, როგორც იმ მებრძოლმა უნდა გააკეთოს, რომელსაც აქვს საჩემპიონო ამბიციები და მერე მოხდა ის, რომ ჯონსთან ქონდა ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური ბრძოლა, რაც ჯონ ჯონს საერთოდ ჰქონია. ჯონსმა ეს ჩხუბი მოიგო, მაგრამ ეგ ბრძოლა დარჩა ისტორიას როგორც ერთ-ერთი ლეგენდარული დაპირისპირება და გუსტავსონი ძალიან მიყვარდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით და კიდე იყო ერთი მებრძოლი ქვემძიმე წონაში, რამბლ ჯონსონი, რომელსაც სხვადასხვა ჰყავს დანოკაუტებულია ალექს გუსტავსონი. რამბლი მიყვარდა იმიტომ, რომ მე რაც MMA-ს უყურებ, ცხოვრებაში აი არასდროს არ მინახავს ეგეთი დესტრუქციული ძალა ჰქონდეს რამე დარტყმას. ოღონდ აი ილიას დარტყმა ხო კარგად ჯდება რა, პერეირას დარტყმაც კარგად ჯდება, აი უყურებ და მოგწონს. რამბლის დარტყმა როგორი იყო? აი რო ხდებოდა ადამიანს, თითქოს მართლა ტანკი დაეჯახაო, ეგეთი ეფექტი ქონდა რა რამბლის დარტყმებს. ხო, ეხლა მოდი გადავიდეთ იმ მებრძოლებზე, რომლებსაც გულშემატკივრობთ და თქვენ არიცით. ნუ პირველი არის Lazy Boy, რონალდო როდრიგესი, მებრძოლი, რომელსაც არ ჭირდება ენის კარგაცოდნა იმისთვის, რომ გაცინოს და გაგართოს, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დამახასიათებელი პერსონაჟია. ხო, ეგ კიდე მაგაზე მინდა რომ გელაპარაკოთ. ძირითადად მე გულშემატკივრობ ადამიანებს და არა ათლეტებს. ანუ მე მიყვარს ტიპები, ადამიანები მიყვარს და ადამიანებიდან გამომდინარე მე გულშემატკივრობ უკვე მათ სპორტი იქნება ეს თუ, რა ვიცი, ფერწერა, ანუ სულ ერთია რა. ხო და რონალდო როდრიგესი არის ზუსტად ის ტიპი, მე რომ მომწონს და თავიდანვე დავამუყავე მოკლედ. Lazy Boy, სამწუხაროდ ეხა ბოლოს წააგო, იმიტომ რომ სულელურად იჩხუბა. არ უნდა წაეგო ეგ ჩხუბი, მაგრამ 7 მოგებიან სერიაზე იყო Lazy Boy, ძალიან პატარაა, ჯერ თუ არ ვცდები 26 წლის არის, მოდი შევამოწმოთ. ხო, 26 წლის არის Lazy Boy და ყველაფერი
წინ აქვს. ფიქრობ flyweight-ში ახლა 47-ში და მგონია რომ არ უნდა იყოს ამ ზონაში, ერთი ზონით მაღლა უნდა ავიდეს და რაც ყველაზე კარგად გამოსდის საბოლოო ჯამში მაგას უნდა მიაწვეს რონალდო, ანუ grappling-ს. ფეხზე ჩხუბი უყვარს, ძალიან ხშირად რჩება ფეხზე და ამის გამო არის ხოლმე შემთხვევები რომ ხანდახან მაგრად ისჯება და ეგ ბოლო ჩხუბი იყო ეგეთი. სხვადასხვა ბოლოს წინა რომ მოიგო, იქაც კინაღამ დაისაჯა მაგის გამო. ამას გამოასწორებს პატარა ყველაფერი წინ აქვს. მოკლედ რონალდო როდრიგესი არის ჩემი ერთი ფავორიტი მებრძოლი, სულ 5-ს გეტყვით და მერე კიდე იქნება, ესე ვთქვათ, შაუტ-აუტს გავუკეთებ კიდე რამდენიმეს. მაგრამ ესეთი მებრძოლი მოკლედ თქვენ რო არიცით 5 მოვაგროვე. პირველი არის რონალდო როდრიგესი. ხო, მეორე ასეთი მებრძოლი, რომელიც მე მიყვარს და თქვენ არიცით, არის კრის დანკანი. რატომ მიყვარს ახლა კრის დანკანი? კრის დანკანს რომ შეხედავ, სულ რო ქუჩაში ნახო და რაც გინდა ის ჩააცვა, ეგრევე მიხვდები რომ მებრძოლია. მთელი აი სახით, ჰაბიტუსით მებრძოლი არის ტიპი და ნუ ეკაი, ეგეთი შესახედაობა შეიძლება ვინმე სხვასაც კონდეს. მაგრამ დანკანი იქ რო შედის, აი რაც სახი აქვს, იმას აკეთებს ოქტაგონზეც. ანუ არის შეუპოვარი, არ ჩერდება, მუდმივად ჩეხაობს და ძირითადად ფინიშით იგებს, მაგრამ თუ ფინიში არ არის, უფრო უარესი სანახაობა არის ხოლმე. ხათაშორის თვითონაც რო რამე აფინიშებენ, იმიტომ რომ ეგეთი სტილი აქვს. არასდროს გადაწყვეტილებით არ წაუგია ჩხუბი. ყოველთვის აფინიშებენ. თუ საქმე სათავისოდ არ მიდის, კიდე უფრო, ასე ვთქვათ, აგრესიული ხდება ხოლმე და ამ პროცესში ფინიშდება. დანკანს ჰქონდა 4 მოგებიანი სერია და ბოლოს main event-ი მისცეს კარიერაში პირველად და მოიკანო დაჩაგრა, მოიკანო გუნდელი არის და იდეალურად გაშიფრა რა დანკანი მთელი წლებია ერთად ვარჯიშობენ და მოიკანოზე უკეთ არ იცოდა არავინ. დანკანის ძლიერი და სუსტი მხარეები და ჭკვიანმა მოიკანო ეს ფეთქებადი და აგრესიული შოტლანდიელი დააწყნარა და ამშვიდა და შემდეგ მოგუდა საფირმო რენეკე ჩოუკით, მაგრამ ეგ არაფერი. დანკანი დაბრუნდება, ეჭვიან მეპარება და კიდე მიიღებს შანსს რომ ტოპ 15-ში მაინც აღმოჩნდეს და შევიდეს. მოკლედ, ჩემი მეორე ფავორიტი მებრძოლი არის დანკანი. ხო, თან მინდა იმასაც მიაქციოთ ყურადღება, რომ ჩემებური კრიტერიუმები მაქვს რა. აი მაგალითად რონალდო როდრიგესი მიყვარს იმიტომ რომ მაგარი ტიპია. აი, უბრალოდ მაგარი ტიპია. ჩემი უბნელი რო იყოს ვიძმაკაცები. დანკანი მიყვარს იმიტომ რომ მეომარია, რო დაინახავ მეომარია, უყურებ მეომარია, შედის გალიაში მეომარია. ზუსტად ისა რაც MMA-ის მებრძოლი უნდა იყოს და ამიტომ ულშემატკივრებ დანკანს. და ესეც იდეაში ვეცდები რომ დაგაჭერინოთ სულ ყველა იმ ადამიანში, ვისაც ჩამოგითვლით. მესამე მებრძოლი არის სტივ გარსია. სტივ გარსიას ამ მომენტისთვის ბრძოლა აქვს ჩანიშნული თეთრ სახლში დიეგო ლოპესთან და გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი კონტენდერი ხდება. ნუ ყოველ შემთხვევაში პირდაპირ კამარზე ჩხუბს ნახდად ვერ მიიღებს, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული, მაგრამ ალბათ ერთი ბრძოლის შემდეგ უკვე უეჭველი რიგში პირველი იქნება. ეხლა რატომ მიყვარს სტივ გარსია? სტივ გარსია არის აი მექსიკელ მებრძოლებზე ხო გაგიგიათ რაღაც ცეცხლოვანი მებრძოლები, მუდმივად ხელებით წინ მიდიან, უყვართ ჯიბეში ჩხუბი და ასე შემდეგ და მარტივად რო არ ნებდებიან და მოკლედ ეს ყველაფერი ხო გაგიგიათ მექსიკელებზე. აი სტივ გარსია არის ეგ ზუსტად ეგ მებრძოლია. ოღონდ მექსიკას არ წარმოადგენს, ალბუკერკედან არის, ნიუ მექსიკოდან, ნუ ამერიკიდან, ამერიკის დროშის ქვეშ გამოდის, მაგრამ ნუ გასაგებია რომ მექსიკური ფესვები აქვს და ამ მომენტისთვის არის 7 მოგებიან სერიაზე და ამ 7-დან 6 არის ნოკაუტი. ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამრტყმელი არის ქვემსუბუქ წონაში, featherweight-ში, ანუ 66 კილოგრამში და ვფიქრობ სტივ გარსიასაც ძალიან კარგი მომავალი ელოდება. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ გარსია ცოტა ასაკით დიდია და გარსიას ცოტა ეჩქარება სხვაზე მეტად, მაგრამ ხო, ეხლა სადაც არის მისი კარიერა, ყველაფერი ხუთიანზეა და შესაბამისად არაფერს არ უჩივი სტივ გარსია, თეთრ სახლში აქვს ბოლო-ბოლო ჩხუბი ჩანიშნული. ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ინატრებდა ერთი წლის წინ თუნდაც. მეოთხე მებრძოლი არის არც მეტი, არც ნაკლები, თქვენთვის ალბათ ყველაზე მეტად ცნობილი მიკტიბეკ ოროლბაი. მიკტიბეკ ოროლბაი მიყვარს გამოჩენის წამიდან, იმიტომ რომ ოროლბაის ლექსიკონში არ აქვს უკანდახევის აღნიშნული არც ერთი სიტყვა. ოროლბაი არის მებრძოლი, რომელიც მუდმივად მოდის წინ, ყველაფერს გირტყამს საერთოდ, ხელს, ფეხს, იდავს, მუხლს, გეჭიდავება,
შეუძლია 25 წუთი გეჭიდაოს, შეუძლია 25 წუთი კრივი გაგიმართოს, 25 წუთი მარტო ქიქები გირტყას, მოკლედ ოროლბაი შეუძლია აკეთოს ყველაფერი, მთავარი მისთვის არის რომ მოიპოვოს გამარჯვება და გამარჯვებას ვერ მოიპოვებს თუ მეტოქეზე დომინაცია არ აქვს. ისეთი სტილი აქვს, რომ ან დომინაცია, ან არა და საზიზღარ ჩეხვაში საჯებს ველოდებით ხოლმე, რას გამოაცხადებენ. სხვადასხვა ამ მომენტისთვის ოროლბაი შევახსენებ მაყურებელს, შეიძლება ვინმე არ იცოდეს, მოკლედ სუბუქწონოსანი იყო. და ავიდა ქვესაშუალოში, ანუ 77 კილოში ავიდა 70-დან და ორი ბრძოლა ჩაატარა, ორივე მოიგო და ორივე მოიგო 84 კილოდან ჩამოსულ მებრძოლთან. ანუ არც ისე დიდი ხნის წინ ჯეკ ჰერმანსონი, რომელიც დაამარცხა და კრის კურტისი, რომელიც დაამარცხა, ამ ადამიანებსა და ოროლბაის შორის, ანუ დივიზიონებში იყო 14 კილოგრამი სხვაობა. და ისედაც ვიზუალურად რო შეხედავ, ბევრად დიდები არიან ეს ხალხი, ვიდრე ოროლბაია. მაგრამ ჰერმანსონს ოროლბაიმ პირველივე რაუნდში ერთი დარტყმით, აი თავი წააცალა, ისეთ ნოკაუტში გაუშვა, ხოლო კრის კურტის აი 15 წუთი გული აურია, იმდენი ეჭიდაო. და ბოლოს და ბოლოს აი ოროლბაის უბრალოდ სურათს, აი სახეს რო დაინახავთ, მე ვერ ხვდები როგორ შეიძლება მაგ ტიპს რამეში არ უგულშემატკივროთ. იმდენად ტიპაჟი არის მიკდიბეკ ოროლბაი. ხა გადავიდეთ მეხუთე მებრძოლზე და სანამ მეხუთე მებრძოლს გაგაცნობთ, მინდა პატარა შესავალი გავაკეთო, მე მაქვს ეგეთი ტრადიცია რა. ეხლა როგორ მებრძოლებსაც გითვლით, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც თითქოს ესე ერთი შეხედვით დიდად საჩემპიონო ამბიციები შეიძლება არ ჰქონდეთ. მე არ ვამბობ, რომ ჩემი აზრით ეს ხალხი საჩემპიონო დონის მებრძოლები ვერასდროს ვერ იქნებიან. ვიღაცეები ჩემი აზრით უკვე არიან. მაგრამ ძირითადად ამ ადამიანებს როგორც მომავალ ჩემპიონებს არავინ არ უყურებს. მაგრამ მე მჯერა მათი და მე მაქვს ეგეთი ჩვევა. ეს ხალხი მომყავს ტოპ 5-მდე, ანუ ტოპ 5-ში როგორც კი შემოდიან, მე თავს ვანებებ და ვიწყებ ახლების ძიებას. რომ ახლები მოვიყვანო ტოპ 5-ში. ტოპ 5-ში რო ტიპი შემოდის, იმას უკვე აუცილებლად როგორც წესი თუ ბელალ მუჰამედი არ არის, ბევრი ფანი ყავს ხოლმე რა. ამიტომ ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ისეთი საინტერესოები აღარ არიან, იმიტომ რომ ვიცი რომ ისედაც ყველა გულშემატკივრობს. და ეხლა ეს შესავალი რატო გავაკეთე? იმიტომ რომ მეხუთე ეგეთი არის მაიკლ მორალესი. მაიკლ მორალესი გამოჩენის წამიდან იყო ჩემი ფავორიტი. ჯერ იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა იყო. მეორეც ქონდა ესე იგი ჯუდოს ბექგრაუნდი, მაგრამ ქონდა ძალიან მაგარი კრივი. ოღონდ კრივი არაუშუალოდ ტექნიკის კუთხით, არამედ აი რასაც აკეთებს, იმას აკეთებს მაგრად. იცის როგორ მოარტყას კაცს კროსი, იცის როგორ დადგეს ჯებით და თუ რამეს იქნებს, ყველა დარტყმა არის იმისთვის, რომ მეწოქე გაითიშოს. თან ჭიდაობას ძალიან მაგრად უმკლავდება, რამდენი სისწრაფე სჭირდება საკმარისად სწრაფი და სამაგეროდ ანეიტრალებს ჭიდაობას. კლინჩში ყოფნა დიდად არ უყვარს და აი ამ ყველაფერს რო ეხლა რაღაცნაირად ერთად ესე წარმოვიდგენთ, მივხვდებით, რომ სანახაობრივი ბრძოლა გარანტირებული გვაქვს და საკმაოდ რთული დასამარცხებელია ესეთი მებრძოლი. თლად ეხა ილია თოფურიას არ მინდა რომ ესეთი მებრძოლი უწოდო, მაგრამ ილია როგორც იბრძვის 90% არის ზუსტად ეს. ჩვენ ვიცით რომ მაგარი ჭიდაობა და გრეპლინგი აქვს, მაგრამ იბრძვის ფეხზე იშვიათად ხმარობს კიქებს, არ უყვარს რო აქცევენ, დისტანციას ხურავს და რამდენიმე კომბინაციიდან ერთ-ერთით ბოლოს თიშავს. დაახლოებით ეგეთი არის შინაარსობრივად მაიკლ მორალესიც. თუმცა ხო, სკილსეტში ალბათ არის სხვაობა, იმიტომ რომ ილია ბევრად უკეთესი გრეპლერი მგონია პირადად მე. მაიკლ მორალესს ეს შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ ამ მომენტისთვის ჩემი საყვარელი მებრძოლი კი არა, შეიძლება MMA-ის სამყაროს ნახევარს მაიკლ მორალესი უყვარს და ნელ-ნელა მომიწევს ამ წონით კატეგორიაში ვიღაცა ახლის პოვნა. არ არის გამორიცხული რომ ეგ ახალი ამოსოვი იყოს. ნახოთ. ჯერ კიდევ ვფიქრობ. ხო, მოკლედ ხუთეული ესეთი იყო, ესეთი მებრძოლები შევაგროვე თქვენთვის. დამიწერეთ თქვენი აზრი, მაინტერესებს თუ მოგწონთ ეს მებრძოლები თქვენს და რამდენი იცოდით რომ მე მომწონდა. რეპორტაჟისას რამდენზე გქონდათ ნაფიქრი რომ ეს მინდიას მებრძოლი ხო არ არის. საინტერესო იქნება თქვენი კომენტარები და ხო, ორ მებრძოლს გეტყვით კიდე, რომელიც აი ხუთეულში მოყვანიდან გამომდინარე ნელ-ნელა აღარ არიან ჩემი ფავორიტები. ერთი არის კევინ ვალეხოსი, რომელიც უკვე ძალიან წინ არის რეიტინგში, ხუთეულში არ არის, მაგრამ ძალიან წინ არის და ვფიქრობ, რომ ხუთეულში უეჭველი მოხდება და თან გიგა რო გათიშა მაგის მერე აღარ გულშემატკივრობ. და მეორე არის იუსუფ ზალალი, რომელიც იმდენად მაგარი ტიპი არის, რომ საქართველოშიც ბევრი ფანი ყავს, ზოგადადაც ბევრი ფანი ყავს და ხო, ზალალს ჩემი ხომაგობა აღარ ჭირდება, ზალალი იმიტომ მომწონდა ისედაც.
რომ ილიასთან რო წააგო და მე რაღაც ცუდი პერიოდი ქონდა. ძალიან ბევრმა ჩამოწერა და მე აი 100%-ით ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ იუსუფ სალალი იყო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მებრძოლი ამ წონაში და უბრალოდ კარიერაში არ გაუმართლა რო ჯერ ილია შეხვდა და მე ცუდი პერიოდი ჰქონდა. სხვა მეტი ზალალს მინუსი ესე არ ქონია და კი დაამტკიცა პრინციპში, რომ ძალიან მაგარია. ალჯოსთან წაგება ეხა არ ტეხავს ნაღდად. ალჯუარი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჩემპიონი, ვინც ამერიკელებს ყოლიათ ჩემი აზრით და ამაზე თუ გინდათ მე ვიდეოსაც ჩავწერ, რატო არის ალჯო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჩემპიონი ამერიკელი UFC-ში. ხო, დღეისთვის სულ ეს იყო. მინდა რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. დროებით.